მეფუტკრეებისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის რჩილის პრობლემა. ჩემთვისაც ეს დიდი პრობლემა არის რა. ყოველწლიურად რაღაც რაოდენობის ფიჭები მიფუჭდება ხოლმე, ამიტომ იძულებული ვარ ხოლმე რომ რაღაც სხვადასხვა მეთოდები გამოვიყენო ხოლმე. წელს მე წაბლის ბაზაზე მყავდა ნაწილი ფუტკრის. წაბლის ხალა მთავრდება გაცილებით ადრე, ალბათ 15-20 დღით ადრე. წელს დამთავრდა 20 დღით ადრე წაბლის ხალა. ამიტომ ფიჭებს ადრე მოუწია გარეთ, ესე იგი ფუტკრის გარეშე დაყოვნება და ფაქტობრივად აგვისტოს დასაწყისში უკვე სერიოზული პრობლემა მქონდა ჩრჩილის. ცაცხვრის ღალაზე ეგ პრობლემა უფრო ნაკლებად არის, იმიტომ რომ ცაცხვრის ღალა მთავრდება დაახლოებით 20 ივლისისთვის, გამოწვეული ჩარჩოები გაქვს რაღაც აგვისტოს დასაწყისისთვის და შენი მიზანი არის ეს ჩარჩოები რომ არ გაგიფუჭდეს, ერთი თვე ან თვენახევარი ეს შეინახო გრილ გარემოში. წელს ესე იგი სერიოზული პრობლემა შემექნა, იმიტომ რომ წაბლიდან ფაქტობრივად ვერსად ვეღარ შევინახე, კი გარეთ გამოვიტანე და რაღაცა, მაგრამ სიცხეები და ემთხვა ძალიან და მოკლედ ჩრჩილი გამივრცელდა და ეხლა რაც გავაკეთე ის არის რომ დავაყენე კონდიციონერი სპეციალურად მაგისთვის. ჩარჩოებზე რომელზეც მასიურად იყო ეს ჩრჩილი გაჩენილი ის ამოვალაგე და გადავარჩიე, იმათ გადავადნობ და ეს შემოვიტანე აქ. აქ გვაქვს ეხა 17 გრადუსი გვაქვს ეხა აქ. და 17 გრადუსი საკმარისია იმისთვის, რომ ჩრჩილმა პროცესი აქტიურად ვერ გააგრძელოს რა. ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ჩრჩილი იმდენად სწრაფად ვითარდება, თამით უმეტეს ჭეოიანი ჩარჩოები თუ არის, იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გონია რომ შვიდად ხარ, ყველაფერი კარგადაა და უცებ მიდიხარ და ჰოპ და ძალიან რეალურად მთელი ჩარჩოები აქვს შეჭმული და გაფუჭებული. ასე რომ საკმაოდ დიდ ყურადღებას საჭიროებს ეს რაღაცა. საუკეთესო გზა არის კონდეს საყინული მაცივარი კონტეინერი, მაგრამ ეგ საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, სადღაც $10,000 ჭირდება, კიდე დაყენება ცალკე თანხაჯდება და სადღაც $11,000 მაინც დაჯდება ეგ ყველაფერი, რაც მეფუტკრისთვის არ არის მარტივი ამბავი. ამიტომ შეიძლება ესეთი რაღაცა, თუ გაქვს ცოტა იზოლირებული ოთახი და კონდიციონერს დააყენებ და სადღაც 20 გრადუსს მაინც ჩამოწევ ტემპერატურას, ეს 20 გრადუსი საკმარისი უნდა იყოს. ეს ამ პრობლემას მოაგვარებს. ეხლა აქ რა ჩარჩოების დევს, ალბათ 1-4 მეტი მაქვს კიდე შემოსატანი აქ და რამდენად დავატევ არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო ახლოს მიწევ ამათ და აქ ვეცდები რომ დავატიო. მეტი გზა არ მაქვს. კონტეინერ საყინულს ერთი პლუსი ის აქვს, რომ იაფი არის თვითონ ელექტროენერგია, იმიტომ რომ ერთხელ რო გაყინა, ორი დღეც რო გაყინო, ჩამოწიო სადღაც идеალურ ვარიანტში -15-ზე და 20-ზე ყველა კვერცხი კვდება, ჩრჩილის მიერ დადებული ყველა კვერცხი და მან თავარია რომ კვერცხი მოკლა და კვერცხს თუ მოკლავს შიგნით იმდენად იზოლირებული არის კონტეინერი შიგნით ვერ საიდან ვერ შევა ჩრჩილი. ამიტომ ერთი გაყინვაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს მთელი ერთი თვის მანძილზე ან შეიძლება მთელი სეზონის მანძილზე და ელექტროენერგიის ხარჯი უფრო იაფი გამოდის, მაგრამ თვითონ კონტეინერ მაცივარი, ეგეთი კონტეინერ მაცივარი საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამიტომ ეს ხა უფრო მისაღები ფორმა არის. არის ღამის ტემპერატურა ჩამოსას 15 გრადუსს. იმერეთში, სადაც ჩვენ ვართ, ეგ ხდება დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებში. მთაში გაცილებით ადრე ხდება, შეიძლება ეს აგვისტოშიც მოუწიოს და მთაში ამის შენახვა, ჩარჩოების შენახვა გაცილებით მარტივია. შეიძლება ერთი იდეა ის იყოს, რომ ჩარჩოებს მოგიდო ხელი და თქვა წაიღო მთაში, იმიტომ რომ იქ მართლა ნაადრევად ჩამოდის ტემპერატურა, ღამის ტემპერატურა. მაგრამ ეგ ტემპერატურა ცალკე ხარჯია და ასე შემდეგ და ესაა ყველაზე მარტივი რაღაცა. თუნდაც ეს 20 რომ ჩამოაცილო, პროცესი იმდენად გაჩერდება, რომ პრობლემას აღარ შეგიქმნის რა. ხო და საყინულის ყიდვა აუცილებელი არ არის. მით უმეტეს თუ რაოდენობის გადასაპირებ და საყინულში, კონტეინერმა საყინულში არ დაგეტიო შეიძლება ჩარჩოები. ამიტომ ესეთი რაღაცა უფრო მისაღები არის, შეიძლება იგივე თანხაში რა გაცილებით დიდი ზომის ოთახი შეკრა სენდვიჩ პანელებით და დააყენო ისეთი აგრეგატი, რომელიც ამას 15 გრადუსს ჩამოაცილებს. და ამას შეინახავს დაახლოებით ერთი თვე ან თვენახევარი. მერე უკვე საჭირო აღარ არის. ამის ხარჯი ელექტროენერგიის ხარჯი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არა, რაც ვთქვათ, შეიძლება ჩრჩილმა დააზიანოს ჩარჩოები.